ყველაზე დიადი ყოფილა სიჩუმის ყურის გდება. სიჩუმი, თუმარევა, დუმილის ზალა. გაგიგიათ ასეთი რა. როდესაც ხალხი შეიკრიბება, ვინმე დიდებული ადამიანის საპატივსაცემად, რომელიც აღარ გარდაცვლილი. როგორ იცია ხოლმე რა სიტყვია? სპეციერი დუმილი ატივი დივაგოთ იმ ადამიანის ნათელ სულს და ნათელ სონას. მოიწვია. რაშია საქმე? რას ნიშნავს ეს? რაიმე სულიერი დაპირჩა ხომ არ არის? თუ ეს რა თამაშია? როგორც სანთლის განთება რაღაც გიად ძალას წარმოადგენს მისტიკურ ძალას. აიდუმრო აკრო სანთელი ძალას და ილოცე იქ იმის მიღმა სულიერ სამყაროში სანთლის ერთმა დანთება იქ რა ძვრები გამოიწვია შენმა ერთმა გულწრფელმა ვედრებამ ან აღთქმა ღმერთის წინაშე რა მოახდინა იქ ხო არ ვიცით? ასევე საინტერესო არ არის დედამიწის ყველა კუთხეში ყველა ხალხი ასე აკეთებს დუმილის წუთი არ არის საინტერესო დუმარების ძალა რაში მდგომარეობს ჰა მე მაქვს დაკითხული წიგნი მაქვს დაკითხული საპატრიარქოს ისა სასულიერო აკადემიის სტუდენტის დაწერილი გამოუკლებია ეს დუმილის საიდუმლოები და ეწერა თუ რა დიდი ძალაა დუმარებაში გნებავთ კიდე სხვა კუთხით გეტყვით დუმილის ძალაზე რა ცოდნა გვაქვს ჩვენ ყველას გაგიგიათ ასეთი რა სიტყვა რომელსაც იტყვი რაც გინდა ბრძნული იყოს და კეთილი იყოს მაინც ვერცხლიაო ხოლო დუმილი ოქროა დუმილი მაინც ოქროა კი არა თქვამი ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითას დაშავდების მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვიცოდეთ როდის რა ვთქვათ მაგრამ დუმილი ყოველთვის ოქროა უპირატესია ახლა გეკითხებით მე თქვენ უზენაესი ღმერთი მამა ღმერთს რო ამბობენ აი ღმერთი სამებაა მაგრამ ჩვენ ვიხილეთ ძეღმერთი უფალი ესო ქრისტე კაცის სახით ჩვენ განვისთით სულიწმიდის შეხებას ხო განვისთით ამას მაგრამ ღმერთის როგორც სამების აი ნამდვილი არსი ჩვენთვის უხილავია ხო უხილავია შეუგზნობელია იმისი ხმას ვერ გაიგონე მოსეს ეჩვენა თანაც როგორ ეჩვენა ცეცხლის სახით ეჩვენა ხო და იქიდან ელაპარაკა რაოდენ დიდი საიდუმლოა მას ასე ვისწავლოთ ღმერთთან დუმილით ურთიერთობა გულით ლოცვა გულის ლოცვა იცით რომ შეიძლება ადამიანი ხმას არ იღებდეს მაგრამ ძალიან ბევრს ლაპარაკობდეს რაშია საქმე შეიძლება მე ვდუმდე ასე დაფიქრებული ვიყო მაგრამ ჩემ გონებაში 1000 ფიქრი ტრიალებდეს ავიდა კარგი თქვენ მორწმუნეები ხართ და ეკლესიაში მღვდელთან რომ მიდიხართ ეტყვით რომ აი გონება გაფანტულობა დიდი ცოდვა 1000 ფიქრი მიტრიალებს თავში მე არ მემორჩილება ჩემი გონება დიდი მადლია როდესაც ადამიანი ენას მოთოკავს თავისას და უნდა რაღაც თქვას და თავს შეიკავებს დიდი ძალა მაგრამ 1000-ჯერ დიდი ძალა ყოფილა და ძნელად მისაღწევი როდესაც ადამიანი თავაწყვეტილ ფიქრებს და იმორჩილებს მოთოკავს და ერთადერთ ფიქრს დაამკვიდრებს ღმერთის დიდებისა იესოს დიდებისა მერე შეიძლება გონება რაღაცნაირად გაგეთიშოს ადამიანს და ფიქრებისგანაც დაგიცარიალდეს ხდება ასე ხო გათიშულ ხარ კაცი მაგრამ ამავე დროს ხდება ასეთი რამეც რომ გონება ირაკლი ჩამოხვედი ერთილი ახლა კარგი ენა მოვთოკეთ შეკავებული გახვდი აქამდე თუ თავს ვერ იყავდი და წამოვაყრანდალებდი რაღაცას ავს და კარგს ხო
ეს ამ მეშველა რაღაც ღმერთი შემეწია და დავძუმდი. გონება, ფიქრებიც ვერ მოვთოკე, არც სეიოლია, მაგრამ ხანდახან გამეთიშება მაინც. რომ მინდა რაღაცნაირად გავბრუნდები რაღაცნაირად და ფიქრის თავის კი არ ამაქვს. აბა ეხლა რაცოდვა არის მოსალოდნელი? გულში გზნობები, ბოღმა, ისხანება, შურიზიების გზნობა, სიძუნწე, წუწურაქობა, ამპარტავნება, ქედმაღლობა, რა ვიცი კიდე, აი გულარძნილობა, დაცინვა, გულში რა დაცინი და გზნობა გაქვს, უპირატესობის გზნობა გაქვს და 1000 რამე, ხო? ამას რა მოუხერხო? ამასაც უნდა მოვერიო, თორე თუ გონება შეიძლება გამოირთოს, მეტყველება შეიძლება შევწყვიტო, მაგრამ გულიდან თურმე იმდენი ბოღმა და იმდენი ცალა გამოდის უარყოფითი, რომ ანადგურებს ყველაფერს. აი, მესამე ფრონტი სამუშაო. ერთი შეგვეციოს, რომ ჩვენს გულებში დაინთოს ისეთი ცეცხლი, რომ შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ ვეუფლოთ ჩვენს ენას, ჩვენს გონებას, ჩვენს გულს, ვეუფლოთ, ჩვენი გახდეს ჩვენი თავი და მერე ახან ჩვენი გახდება, ჩვენ დაგვემორჩილება ჩვენი თავი. ეს ჩვენი თავი ღმერთს მიუძღვა და შევწიროთ. სანამ ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, სანამ ენა ჩვენ არ გეკუთვნის, სანამ გონება ჩვენ არ გეკუთვნის, სანამ გული ჩვენ არ გეკუთვნის, ღმერთო შენი ვარო, რაც გინდა უთხრა, როგორ ხარ შენი შვილო ჩემი, რას მიძღვნი? ცხვარი კი დამიკალი, მაგრამ ცხვარი რა თქმა შენი დაკული ცხვარი. ხო? ფსალმუნებში წერია ხრებს და ძროხებს რომ მიკრავთო, რა თქმა თქვენი დაკლა ცხოვრეს, რას ზედამიწაზე ცხვარი, ძროხა და ცხოველია, სულ ყველა ჩემიაო. თუ მომშვიდება, შენ შეგეკითხებიო, ახლა ცხვარი დამიკალიო. შევჭამ თუ მე ხორცი ჭამელი ვარო, საერთოდ და სულ ასეთი ნაირად წარმოგიდგენიათ, ნებისმიერ ხორცს შევჭამო. მაგრამ მე თქვენგან ეს არ მინდა. მე თქვენი გულ სხერპლი თისა არს რა არისო? აი დავდაბლდეთ, დავმორჩილდეთ უფალს, როგორც გვასწავლის და ცხონდებით. ჩვენ ცხონდებით და ჩვენი შთაომავლობას. ეხლა ზოგიერთებმა იცი და გაყოლას გავიგია, რომ ზოგიერთი ადამიანი ბევრს ცოდავს, მაგრამ მაინც კარგად არის. კაცო, ამ კაცს ეს კაცი ამდენ ცოდვებს ადის, ასე ბოროტად იქცევა, შეიძლება კაცის მოკლა, მაგრამ მაინც დიდარიც არის, ჯანმრთელიც არის და ოჯახიც კარგად არის და ეს ახლა ჩვენ ზოგიერთები კიდე რა ვიცი, თვითონ პატიოსნები ვართ, თვითონ მისა, მაგრამ მაინც ერთ პატარა შეცდომას არ გვეპატიება და კისას მოვიტეხავთ. რაშია საქმე? მერე გამოიკლებენ და აღმოჩნდება, რომ იმ კაცს წინაპარი ან მღვდელი ყავდა, ან ბერი ყავდა, ან დიდი გმირი იყო და იმისი მადლით პატიობს ღმერთი, მაგრამ ის ვერ აფასებს ამ წინაპრის დაწესილს და სამარეს სითხრის. წინაპრის მადლი რაღაცნაირად შეგეწევა, მაგრამ შენ თვითონ თუ მერე საფრთხოთ არ წარემართე, ბოლომდე ვერ დაგიცავს და ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. ამიტომ ყველა უნდა ეცადოთ, რომ ღვთისგული მოვიგოთ, ღმერთს აღმორჩილდეთ, რადგანაც წინ მარადისობაა. უგდავები ვართ. ეს ფიზიკური სხეულის ბერდება თორე. სული უგდავია. და რახან უგდავია სული და წინ მარადისობაა. მარადიული სატანჯელისთვის რატო გავჭირო თავი? დავითმენ ამ მცირე დროის მანძილზე, ამ 10 წლისა თუ 100 წლის მანძილზე ჭირს ვარავს დავითმენ, სიხარულით ვადიდებ ღმერთთა, მარადიულ სიხარულს და ბედნიერებას მოვიპოვებ. ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის, ჩემი შთამომავლობისთვის. ამინ. ამინ.